აჭარიდან წელსა შემოგთავაზებთ ყველაზე მეტ გადაცემას. რომ ჩვენ არ ვუყუროთ ჩვენ შოუ. კაი რა, გენაცვალეთ. უამრავი რაიმე რა საინტერესო გარეგნობა გაქვთ, როგორ უხდებით აკაურობა? თავად როგორ ხარ? ძალამაზი ხარ. კაი რა სამოფისი მადლობა. მასწავლებელი. ой, მასწავლებელი უნდა ნახოთ. საციამოვნოა ძალიან. გამარჯობა. საციამოვნოა. ძალიან მიყვარს. მადლობა, უღრმესი მადლობა. ყველა რეგიონში სადაც ჩავდივარი ქაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ აჭარა სხვა ხიბლი აქვს. რომელი კამერა ხართ ჩემთან? შენ. მაშინ მოგიყვებით იმას, რომ არ ვიცი ყველას გაქვთ თუ არა ნანახი, მაგრამ მოკლედ შარშან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოგვევალოს საქართველოს რეგიონები, განსაკუთრებით სოფლები და თქვენთვის განახებინა ის ადგილები, როგორ მოახერხეს სოფელში მცხოვრებმა ადამიანებმა საოცარი დოვლათის შექმნა საკუთარი სახლებისგან და რაღაცა ბიზნესი, ტურიზმის ბიზნესი განავითარეს საერთოდ სხვა კუთხით. და რაღაცაად მოვიარეთ ეს საქართველოს სხვადასხვა სოფლები, ცოტა ბევრი ვერ მოვასწარით, წარმოიდგინეთ ახლა რამდენი სოფელია, რამდენი საოცარი ადგილია შექმნილი და გადავწყვიტოთ, რომ წელს მომავალ წელს უნდა გაგვეგრძელებინა, რაღაც გადავწყვიტოთ, რომ ყოველ წელს ესე გავაკეთოთ. ეხლა ზედა ჩხუტუნეთში, რომელიც ალბათ ესე ბევრს არ გაგიგიათ, მაგრამ მე თქვენ ახლა განახებთ ზედა ჩხუტუნეთში რისი შექმნა შეიძლება და დაგერწმუნებთ, რომ თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმიათ, სად უნდა წახვიდეთ, საოცარი ადგილები გაქვთ. ცანი. ნახეთ რა საოცარი მასპინძელი დამხვდა. ამბოლოს გავს. მადლობა. ესე იგი მე ვიყავი საშან დანდალოში, ხო? როგორ დამამახსოვდა ეს სოფელი? აჭარაში დანდალოში, სადაც ისეთი საოცარი, გიკეთე. ისეთი საოცრება ვნახე, რომ ეს სოფელი დანდალო დამამახსოვდა. აი ხა დღეიდან მემახსოვრება სოფელი ზედა ჩხუტუნეთი, თინელაშვილ არ გადავარ. ვუთჰაიდი რატო დაარქვი? მოკლედ ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ საბოლოოდ, რომ დაიმალე ამოდი რაღაც დამალვის კუთხით. ხედავ ამის საჭიროება როგორ არის? თუ ადამიანები მოწყდნენ ცივილიზაციას და სადაც განიტვირთვან ტყეში. ანუ შედიხარ ბილიკით? ბილიკით მოდიხართ ჩვენთან. ეს ბილიკით მხოლოდ ბილიკად დავტოვეთ და არ გავანადგურეთ, ესე ვთქვათ, ეს ნაწილი და მანქანისავალი ნაწილი არ გავხადეთ. ძალიან ჭკვიანურია. გადავწყვიტეთ. თუმცა ეხლა ამ ბოსტანში ტურიზმის წესი შედია? რაც შეგვიძლია ყველაფერი მოყავს მოკლედ და რა თქმა უნდა რო აჭამოთ ნატურალურ. აუცილებლად. ესე გაქ რომ ამოვდივარ, ვფიქრობ, რომ დედა ჩემი და მამა ჩემი დღეში რამდენჯერ დადიან თქვა და მე სულ ესე ქანეშივით მოვდივარ. არა, მე შემიძლია. მოიცადე ერთი წამით, ვინმე მსურათი გადამიღეთ? დაღლილი ხარ? არა. მე რა დამღლის? მე რა ესე მარტივად ეხლებოდა, ახლა დავждე ხო შეიძლება? უნდა დაჭდე. სოფელზე და ჩხუტუნეთში ვარ. საოცრებებს განახებთ. საოცრები, რომელიც შექმნეს საკუთარი სახლისგან. და მოაწყოს 64 ტურისტებისთვის და ახლა თქვენ დაგათვალიერებია. ეხლა რასაც ხედავთ, ყველაფერი ხელით მოტანილია. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ, საკმაოდ დიდი მანძილი უნდა გამოვიაროთ, რომ აქ ამოგეტანა, ყველაფერი ამოიტანეთ ხელით, იმიტომ რომ ვადები გქონდა. პირველი ის რომ არ დავაზიანეთ ეს სავალი ნაწილი და დავტოვეთ ისე როგორც არის, ცხადია და კი რაღაც პერიოდი გქონდა იმისთვის რომ ეს პროექტი ჩაგვეყარა. გრანტი მოიგეთ. აუცილებლად. აუცილებლად უნდა ითქვას რომ ეს უნდა ვთქვათ, ამას როგორ ვიტყვიცით, რომ არა ევროკავშირი, მე ამას უბრალოდ ფიზიკურად საკუთარი სახსრებით რა თქმა უნდა ვერ გავაკეთებდი. ეს იქნებოდა ზღაპარი. ადამიანებო რაც იცით და წარმოიდგინეთ, რაც არ იცით. სოფელ ჩხუტუნეთში თავისთვის ცხოვრობდა ახალგაზრდა გოგო, თავის მშობლებთან ერთად ფიქრობდა რა გავაკეთო. ჩემი სოფლისგან დოლათი როგორ შექმნა და ხმა მიაწვდინა ევროკავშირის სპეციალურ პროგრამას, პროექტს, რომელიც აფინანსებს მსგავსი ტიპის ახალისებს მსგავსი ტიპის ბიზნესს და მიაგნო და მიიღო დაფინანსება. რომ არა ეს დაფინანსება, ახლა რასაც განახებთ, არაფერი არ იქნება.
ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ყველაფერმა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიურობა შეცვალა. და რამდენს გააგებინა სოფელი ჩუტუნეთი? რამდენმა ადამიანმა მოახერხა ის, რომ ჩვენამდე მოსულიყო. ანუ საერთოდ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სადღაც უცხო კონტინენტიდან უცხო კონტინენტიდან ჩვენთან მოვიდოდა. უბრალოდ არ სიზმრადას კი შეიძლება და ეს ძირითადად საიდან ხარ ტურისტები? პირველი ის არ მახსენდება ქვეყანა საიდანაც არ ყოფილა. აი რა. კი, ნამდვილად, მაგრამ უმრავლესობა არის არაბეთიდან და დღესაც არაჩვეულებრივი სტუმარი გავაცილეთ, რომელიც არ ვიცი, ბალახებს, ყველაფერს ფოტოებს უყევდა უბრალოდ იმდენად ის ბუნება მათთვის ესე იგი, ნათიამ პირველი გრანტი მოიპოვა ევროკავშირიდან ეს რო აეშენებინა, მეორე გრანტი მოიპოვა რომ ეყიდა აწარმოე საქართველო იყო მეორე. მეორე იყო აწარმოე საქართველოს, ხო, შეაწარმოე საქართველოს ძალიან ბევრი წაახალისა. მეორე გრანტი მოიპოვა აწარმოე საქართველოსთან რომ ეყიდა სპეციალური გენერატორი და მესამე გრანტი მოიპოვა რომ მზის სანათები მზის კი ბატონო, სხვათა შორის ახლა უნდა განხორციელდეს მონტაჟი. ჯერჯერობით 3 გრანტის მფლობელები გახლავართ. ჯერჯერობით. დიდობა დამიღეთ. ხომოდან იქიდან გადამიღეთ. აი ცედან და მე მოგიყვებით. ასილამეზე არა აქედან გადამიღეთ. ეიქავა. ოღონდის გამომიჩინე. აი ცედან. ეს არის სოფელი ზედაჭყტუნეთი. ეს არის ბუთხაიდი. რომელსაც ახლა მე თქვენ დაგათვალიერებინებთ. რომელიც არაჩვეულებრივმა გოგომ გააკეთა ევროკავშირის გრანტით, რომ იცოდეთ. ევროპის რაღაც ხიბლებს ხომ ხედავ და რაღაცას ვერ ხედავთ. მათ შორის არის ასეთი დახმარებები. აი რა, ეს ლამაზია. ნახეთ რა საოცარად გიოს არის. და ნახეთ რა საოცარი მასპინძელი ყავს. მადლობა. ეხა იფაცავა, მგონი კარგი გამოვიდა. და მე ჩავიდეთ ინტერვიუზე. ეს სავარძელი შენ გეტყვიდე. ვაიმე, რა საყვარელი ხარ. აქ რომ მოხვალთ, იცოდეთ რომ ჩემ სავარძელში ხართ. ეხლა და განახოთ პატარა საფრთხე. ნახეთ. რა ლამაზია. ცირა არის საოცრება? საოცრება არის ის, რომ ბებიაჩემი მარუსა რო ხედავდეს, რომ საქარიქეთში შეიძლებოდა ყოფილიყო ამის შანსი, რომ შვეიცარიელი სტუმარი მიეღო, ალბათ არასოდეს არ დამიჯერებდა და ასე არ დაიჯერებს ალბათ არავის ბებია, არც ერთ სოფელში, როცა შვილი ეუბნება, რომ მე შენი კარმი დამოეხა უნდა ვაქციო ტურიზმის ცენტრად. ალბათ, არც ჩემ ბებო არ დაიჯერებდა. სიმართლე გითხრათ, მეც ვერ დავიჯერებდი თუ აი ის ყველაფერი რაც 3 წლის წინ დავიწყეთ, ძალიან მოკლე დროში ამდენი ადამიანის ყურადღებას მივიქცევდით. ანუ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ვმუშაობდი და არანაირი გამოცდილება არ მქონდა ტურიზმის კუთხით. ფიზიკა და მათემატიკა ისწავლე გოგო. კი ბატონო, ფიზიკა მათემატიკოსი ვარ და რამდენიმე სამსახური მქონდა მენეჯმენტის მიმართულებით. მინდა გითხრათ, რომ არასდროს თითქმის არ მეცალა იმისთვის, რომ მეფიქრა რაიმე დამატებითზე და ვერც კი წარმოვიდგენდი თუ შევძლებდი ფიზიკურად იმას, რომ სამსახურის გარდა კიდე სხვა საქმეებზე მეფიქრა. მაგრამ დედა და მამა არიან ის ადამიანები, ვინც არ ვიცი, ალბათ ყველა შეხვედრაზე ამაზე მესაუბრებოდნენ, რომ რაღაცა გავაკეთოთ, აუცილებლად რაღაც ჩვენი შევქნათ. შენ ეს შეგიძლია მოიფიქრე, რა შეიძლება შეიძლება და დაფინანსებები ყოფილიყო ისეთი, რომ ჩემი
პატარა ბიზნესი შემექმნა და განმეხორციელებინა. მე ვიცი რომ ჭადი გიყვარს, იმიტომ რომ დავსერჩე რა. ჭადი მიყვარს კი არა, ბადეჯანიც მიყვარს, ყველაფერი მიყვარს, დავსერჩე რა ჭამო რა მოკონა. მე აბა რა. უსაყვარლესი ხალხო. გადაცემა ვეღარ მიმყავს. მოკლედ, აი, როდესაც უკვე მიიღეთ ევროკავშირის დაფინანსება და გრანტი კიდევ ერთხელ მინდა და აწი უკვე 100 ჯერ გეტყვით, აქამდე ხო არ გეუბნებოდით და ეხლა ყელში ამოგადენთ ყველაფერს, რაც ევროკავშირმა ქვეყანაში გააკეთა და რასაც ვერ ვხედავთ. და აი, როდესაც ეს გრანტი მიიღე, უკვე იცოდი, უკვე თავში გქონდა რა გინდოდა იდეა? დიახ, ანუ გადავწყვიტეთ კოტეჯების აშენება იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს ხეობაში გამსახურება რა თქმა უნდა. პირველი ფიდბექი დამშრომელია, ნათია უნდა გითხრა ოჯახში გადანაწილებული როლები. ეს არის ჩემი საყვარელი ამბავი. ძალიან საინტერესოა რომ ამ ბიზნესში ჩართე დედა, ჩართე მამა, ჩართე დეიდა, მამი და ბიცოლა. ნუ ვუტრირებ, მაგრამ ჩართე თელი ოჯახი. ვის რა ფუნქცია აქვს? შენ რა ფუნქცია გაქვს ამ ბიზნესში? მე ამ ეტაპისთვის ნაკლები ფუნქცია მაქვს უკვე. იმიტომ რომ დედა და მამა იმდენად თავისუფლად გრძნობენ უკვე თავს, ჩემი თავი არ არის საჭირო ამ ეტაპზე. მაინც ფორმალური ნაწილი ისეთი როგორიც არის, მაგალითად ინვოისების მიწოდება და ასე შემდეგ, ანუ დოკუმენტური კუთხით, ასევე ჩემი და რომელიც მოვიდა ჩაი. კი ბატონო. ესე იგი, ესეთ მომზადებული მასპინძელი იშვიათია. შენი
ანუ ასე ალბათ ვერ შევასრულებდით ამ საქმეს. ვიბექი ძირითადად თუ მშობლებზე წერია, ხო ფიდბექი? კი, ზუსტად, ანუ ადამიანი როგორც კი მოდის ჩვენთან, უკვე იცის, რომ აქ ნარგიზი დახვდება და რევაზი დახვდება. ანუ ცნობილია მისი მურაბები. ანუ გამორიცხულია, რომ აქედან გავიდეს სტუმარი და დედამ თავისი ნარგიზას მურაბა არ გატანოს. ეს არის გამორიცხული. ფინანსური მოგების მიღება თუ დაიწყო ოჯახმა უკვე ამ ბიზნესით? ანუ განახლება საჭიროებს ეს ყველაფერი ცხადია. პირველი ის რომ აშენებ და კი ბატონო, კარგად მუშაობ, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდგომ თაში განსაკუთრებით ამ ყველაფერს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. ხე, რომელიც ძალიან მალე გამოდის მდგომარეობიდან. ანუ ამ ყველაფერს მე პერიოდულად ვახლებ ხოლმე კი. მოგება კი მაქვს ცხადია, თუმცა ძალიან დიდ რესურსს ვდებ ასევე განახლებაში. საქართველოს გაუმარჯოს, ამ ქვეყანას გაუმარჯოს. გაუმარჯოს, იმიტომ რომ თქვენთან ევროპა უფრო ადრე მოსულა ვიდრე ჩვენთან. და გაუმარჯოს იმ ხიბულს, იმ ყველაფერს, იმ დოულას, რაც შექმნით და თქვენ გაგიმარჯოთ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ევროპა ხართ თქვენ, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც ახერხებენ თანამედროვეს მოერგონ, ახლებს უბრალოდ მოერგონ, რომლებიც ახერხებთ აგერ სუსტად აყნისინ ამ სკოლაში წერა-კითხვას არ ასწავლიდნენ ხალხს და დღეს თქვენ ახერხებთ რომ ინგლისურ ენოვან ტურისტს გააგებინოთ რაღაცები. ეხლა ეს ხوارი ნიჭი. გაგიმარჯოთ ხალხმა. საოცარი ხალხი ხართ და ჩემი აზრით საქართველო ხართ თქვენ და ესეთი ადამიანები ქმნიან ამ ქვეყანას და გაგიმარჯოთ. დიდხანს იწვევთ. Tad ვილაპარაკოთ. მოდი. თავჭამოთ, თან ვილაპარაკოთ. რა ხარ როგორი კეთილი ჩამცხორდა. მოიცა ფოტო უნდა გადავიდე. შეიძლება ხოდა ჯამთაობა ჩემს სიყვარს. ნელა. არა უშვებ. მოჭამა დავიწყე. მოდი, ყოლა ჭამეთ. არ დაბალადებით. მოდი ჩამსყოლდეთ. მოდი. ალვინა მათლობდანი. ალვინაც არის. მოიცადეთ. მე მგონი აი ესე. ანახე? არა. მაგრამ მოვა ხა მაგთიმა და შეჭამს საფრთხე. ისეთი მთები გაქვთ მკაცრი აქ. ხო, საკმაოდ. მე ცოტა უფრო გაშლილია და ტყეც გაქვთ, ნახე? კი. მაგამბებს მე ან მამა ჩემი მოგიყვებათ, როგორ აღმოჩნდით აი ამ წესში. ხო, აქ უნდა ნახოთ. ეს თქვენია ეს მიწა თუ ნაკი? აი გასაინტერესო მონაკვეთი ნაწილი აი ეს შენობა განთავსებულია ჩვენი ნათესაურის მიწაზე. აჰა. და ანუ შევთანხმდით და მან დაგვითმო იმისთვის რომ აგვეშენებინა.
ეს ორი სახლი აშენებულია ტყეში, ტყის ფონდს ეკუთვნის და სახელმწიფოსგან ავიღეთ უფლება უბრალოდ განსაკუთრებული მომენტი ისაა, რომ როგორც ყველა მაღალმთიან რაიონში, აქაც სანამ კომუნისტური წყობა დამყარდებოდა სამწუხაროდ, ადამიანებს ჰქონდათ როგორც თავის სახნავსათესი, ისე ტყე, ხო, ეარსებათ. ხოდა ჩვენთანაც ყველა მიცის, რომელი ტყე რომელ გვარს ეკუთვნის და არ ხდება ხოლმე ხის მოჭრა ან იმ ტყეში შესვლა ისე, თუ კი ამ გვარს არ დავეკითხებით და ეს ორი სახლიც დგას რამდენიმე ადგილობრივი გვარის ტერიტორიაზე და სანამ ამ უფლებას ავიღებდით, მანამდე ძალიან შეგვიწყოს ჩვენმა მეზობლებმა ხელი იმაში, რომ ნება მოგცეს, აი აქ ესენი გავიკეთებია, რაც ნიშნავს იმას, რომ აი ხედავთ რამხელა ტერიტორია, ხის მოჭრა და ასე შემდეგ, საქმიანობის ინტერესებში აღარ შედის და ისეც და ამიტომ რაღაც ასე ვთქვათ, საკუთარი დათმობა გააკეთეს და ხელი შეგვიწყოს რამათაც. კაი რა, რა მაგარია. კი. ეს გარეთ გავაღოთ. ეს რაღაცა ცოტა უცხოა. წინში. ჩვენც გვინდოდა რომ უცხო იყო. რა სილამაზეა, გიორგი. კაი რა. ეს არის ჩვენი პირველი სახლი და ყველაზე მეტი ენერგია ამას დავახარჯეთ. ხო. და ამის წარმატებით გაშვების მერე დავამატეთ დანარჩენი ორი. შეგენჩავა ხო? ეს ზაღლი საიდან გასგეს თუ რა? შეჩვევის ეტაპზე ვარ და არ ვეფერებით ხოლმე მაინც ამას. არ არის თქვენი? ჩვენია უკვე ფაქტობრივად რამდენიმე თვეთან ცხოვრობს. ეს არის პირველი აშენებული, ხო? კი. პირველი აშენებულია და ესეთი სახის სახლი პირველი იყო მათ შორის საქართველოში. 2020-ში დავიწყეთ. ხო. ის მშენებლობა. მაშინ გამოცხადდა რაღაც პროექტი NPAD-ის დაფინანსებით კეთდებოდა, ანუ სხვადასხვა საქმიანობას ეწყობოდა ხელი ამ მუნიციპალიტეტში. შევიტანეთ განაცხადი, ჩვენც მათ შორის მოვყავით, ვინც მიიღო ეს გრანტი, მე ჩვენი სახსრებით დავამატეთ და უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდეთ ვიდრე თავიდან და საბოლოოდ გამოგვიდა ესეთ რაღაც. 2020-ში დავიწყეთ მშენებლობა, მე იმის გამო რომ ნახეთ როგორი გზა არის აქ ამოსავლელი ცოტა გაგვიჭირდა. თან ზამთარში ისეთ თოვლია რომ ფიზიკურად ვერ ამოვდიოდით მაშინ, მაგრამ მე 2021-ში ფაქტობრივად დასრულდა და 2022-დან უკვე სულად ვიღებთ სტუმრებს აქ. პირველი სტუმარი საიდან ყავდათ? პირველი სტუმარი იყო სხვათა შორის ჩვენ სანამ ამას გავაკეთებდით, მანამდე ქვემოთ ნახავთ იმასაც ან უკვე ნახავდით გავაკეთეთ ერთ-ერთი პირველი გლემპინგი აჭარაში. და იქ ყავდა პირველი სტუმრები უკრაინელი მეგობრები, ისინი მახსოვს და აქ ვინები იყვნენ არ მახსოვს. როგორ გაგიმართლათ? კი, მაგაში სტუმარში. ამის აშენებაშიც მათ შორის ჩვენი თანასოფლელი დაგვეხმარა, ძალიან მაგარი ხელოსანია და არა მარტო ხე, არამედ სხვა ყველაფერიც გამოზიზა. ერთ სიტყვით ეს პროექტი არის არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი სოფლის ჩართულობით, კი. ხო, მივხვდი სოფლის. ევროკავშირის დაფინანსება მიიღეთ, ხო? ევროკავშირი აფინანსებდა ადგილობრივ არასამთავრობოს, რომელიც მერე აძლევდა ფულს, ხო, სხვადასხვა განაცხადებია ესეთ ადგილებს, სადაც. კი. ბევრი ადგილია. კი, აჭარაში ძალიან ბევრია ეგეთი ადგილი. და ძალიან მაგარი. იდეაში თავიდან 2020-ში ეს იდეა რისკი იყო. 2020-ში, 19-ში ჩვენ უკვე გავხსენით გლემპინგი, რომელიც რისკი იყო ნამდვილად, იმიტომ რომ არავის არ ქონდა. ზუსტად მაგას გულისხმობ, ხო? იყო მხოლოდ საოჯახო სასტუმროები. ხო. და მათ შორის ძალიან მაგარი საოჯახო სასტუმროები ნახეთ. არ შემიძლია რომ შევეხო და ვთხოვო თავი დამანებეთ ხო, იმიტომ რომ შეიძლება ვერ მიიღოს ეს ისე როგორც ჩაფიქრებულია. ამიტომ ვეჩვევით ერთმანეთს და რაღაც მომენტში მე თავი გამოიჩინა აქაც. ხო და იმას ვამბობდი რომ 2019-ისთვის უკვე იყო მათ შორის აი ბატონ ზებურს აქვს არაჩვეულებრივი საოჯახო, მაგრამ ცალკე ესე განთავსების ადგილი, არა საოჯახო,
ქედაში და მე მგონი არც შუახევში და ხულოში არ არსებობდა, გოდერძის თუ არ ჩავდით რა. არა კურორტულად. ხო. ამიტომ პირველი იყო, რისკი იყო, მაგრამ გჯეროდა რომ გამოვიდო და იმიტომ ხო და ეს გჯეროდა საიდან მოდიოდა? ორი რაღაცის გამო, ერთი იმიტომ რომ თქვენც რო ხედავთ ამ ადგილს ალბათ. ხო, მივხვდებით რამდენად, შეიძლება დაიჯერო ეგ. ხო, კი, მართლა. მეორე იმიტომ რომ რაჭაში ესეთი არაჩვეულებრივი ბიჭია გიორგი ისაკაძე. კი, ძალიან კარგი. სანამ ჩვენ აქ გავაკეთებთ, რაჭაში გავაკეთა გიორგი მიგივე და რამდენადაც რაჭაში გაამართლა. მივხვდით რა იგივე, ახლა თან ის არის. კი. თან იქაც მთა არის, მთავარი. კი. სუგა. ეს არის მეორე? კი, ეს არის მეორე. ქვემო სახლს ვეძახით ამას, იმიტომ რომ შედარებით ქვემოთაა. შედარებით ქვემოთ, ანუ შეხედეთ შედარებით ქვემოთ. ხო, შედარებით. ზოგადად აჭარაში რაც ვნახე, ძალიან გავს უბუდი სტრუქტურას რა, იქაც ტყემთა და უცებ მიდიხარ და ამას ნახულობ რა. ხო, ჩვენი ფაუნა ისეთია, რომ და თან დამრეცი ქედები და მთებიც რომ. რამდენ ხანში მოგიტანეთ შემოსავალი? აი რომ დავიწყეთ მუშაობა, უკვე მოგვიტანა ის შემოსავალი, რომ იგი თავიდან ჩაგედოთ. კი, აი ამ სახლში და ზემო სახლში. ამიტომ პირველივე წელს უბრალოდ მაშ პრობლემა ის იყო, რომ ვიცით რომ პანდემია იყო. ხო, დაგემთხოთ ყველას. არ ვიცით თუ იქნებოდა, მაგრამ დაგვემთხვა ყველას თავისთავად, არა მარტო ამ საქმიანობას, არამედ ზოგადად. ხო, მაგრამ ამ საქმიანობაში ბევრგან ვიყავი, სადაც აი პანდემიამ გააჩერა, აი გახსნეს და პანდემიამ. კი, პანდემიამ გააჩერა, დარწმუნებული ვარ ყველგან, იმიტომ რომ ეგ ისეთი დრო იყო, როცა ყველა მიხვდა, რომ შეიძლებოდა ამ საქმეში რაღაც გაკეთება, მით უმეტეს საქართველოში რა და მე მგონი ბევრმა დაიწყო მაგ დროს ახლა როგორც ვთქვით და მაგრამ პრინციპში ქალაქელებისთვის გამოსაქცევი ადგილი არ გახდა? კი, იმიტომ რომ ბათუმიდანაც ხშირად ისეთები, ვინც ბათუმში ცხოვრობენ. რა შეიძლება შეიძლება და ტურიზმს გაგიაქტიურებდათ. კი, ჩვენი სტუმრების ნახევარი ქართველები არიან. მართლა? კი. რა მაგარია? კი, მაგრამ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ მე ზოგადად ძალიან გვიან გავიგე ასეთი ადგილების შესახებ. შეიძლება ეგ იმიტომ რომ ბევრი არ ვიყავით და ჩვენი მარკეტინგი არ ყოფნიდა იმას რომ ყველას ცოდნოდა რა. ხო, მესმის. თუმცა მარკეტინგში ჩვენც და სხვაებიც, აი თქვენც ვისთანაც ყოფილ ხართ, დარწმუნებული ვარ ჩვენ გვიწევს რომ ჩვენ თვითონ ყველა ხო მაგაშით ახლა იმიტომ რომ ეს ხო ანუ თავისით მოსული იდეაა და არა საიდანვე რომ თქვა სახელმწიფოს ეთქვა რომ თქვენ ეს გააკეთეთ კაი აზრიან ვინმეს მოეწოდებინა ხო ხალხმა თავის გადაწყვიტა რომ ეს გაამართლებს და შესაბამისად ამ ეტაპზე მაინც მარკეტინგის მიხედვა ჩვენ თვითონ გვიწევს რა როგორც ყველა სხვას იცი რა მითხარი აი რა ტიპის ტურისტია გათვლილი აი რა უნდა უნდოდეს ტურისტს რომ აქაურობა არჩიოს საბედნიეროდ ბევრი რამე დამშვიდება და მშვიდობა. ეგ არის ერთ მნიშვნელოვნად საკუთარ თავთან დარჩენა არის. ხედი არის. ეგ ერთი, მეორე ვისაც თავგადასავლები და ცოტა ისეთი ექსტრემალური გართობა უყვარს მათთვისაც, იმიტომ რომ არა მხოლოდ ფეხით მილკები არის ჩანჩქერზე და სხვადასხვა ადგილებში, არამედ კვადროებიც ყავს ჩვენ და სხვასაც შეუძლია ვთქვათ ჯომარდობის ტურები შესთავაზოს ჩვენ სტუმრებს, ამიტომ ამ ხრივაც აინტერესებთ ხოლმე, ოჯახებსაც აინტერესებთ, საკუთარ ოჯახს რო თავი დაუთმონ ასე ვთქვათ ამ ადგილებში და შვილებით მოდიან, შეყვარებულები მოდიან. ძირითადად მოდიან შეყვარებულები და ხო, ეგეთია. ხო. და ნუ ოჯახის წევრებიც მოდიან რა, ოჯახი ერთად ბავშვებს დაუშვათ. უცხოელებიც მათ შორის. ორჯერ დაბრუნებულებიც ყავთ ხა? კი, ეგეთი ბევრი ყავს. მეექვსე თაობა ცხოვრობთ ხო აქ? აქ ცხოვრობთ მეექვსე თაობა, კი. ალბათ ბაბუა ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა რა. ოდესმე მის რაღაცა მამულებში და ვერც ერთი ვისიც არის აქაურობა, რაღაც გერმანელი სტუმარ ჩამოვიდა დატკბოდა ამ ხედით, ამაში ფულს გადაიხდი და კი, ჯერ თავიდან იმაზე ხუმრობდით, რომ ვერ წარმოიდგენდნენ და ვერც, მეც თავისთავად როცა აკვატარებდით დროს, რომ ამ ადგილს ვეძახით სერს და გორაფერს რა და სერიც იმიტომ დაერქვა მე ჩვენ სასტუმროს. რო სერზე შუქი იქნებოდა საერთოდ და მე რა სტუმარი ხო იმიტომ რომ იმდენად მოცილებულია მოსახლეობას რომ აქ მხოლოდ სახნავსათესის და ისე წყემსები თუ ამოდიან ხოლმე თავის საქმისთვის. ოჯახის წევრები ხართ დასაქმებულები, სოფელი ბუნებრივია. ოჯახის წევრები დასაქმებულები ვართ და ასევე ჩვენ მეზობლებსაც გაუჩნდათ საქმე რა, ზოგი თავის საკვებით ამარაგებს დაუშვათ ჩვენ სტუმრებს, მათ შორის დავაგებაზეც თავისთავად და ხანდახან ისეთი
სხვადასხვა საქმეები ჩნდება ხოლმე, რა მოსახლეობას ჩვენი მეზობლები უწევენ. სოფელში მოკლედ გაჩნდა სივრცე, რომელმაც ცივილიზაცია შემოიტანა ტყეში. კი. ჩვენი სოფელი საკმაოდ ისეთი ცნობილია მათ შორის, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მომღერლები, მათ შორის მართლა მაგარი ხელოსნები და სხვადასხვა ტიპის ადამიანები გვყავს, მაგრამ ჩვენი ტყე ცნობილი არ იყო არავისთვის და ტყეში ნახდათ შემოიტანა ცივილიზაცია. კი, ტყეს გულისხმობ ხარ, შემოდიხარ უღრან ტყეში და ხედავ რომ ადამიანი ევროპიდანაა ჩამოსული. ძალიან მაგარია რა. ნუ ჩემი აზრით მაინც ეს ხასიათდება ფიქრი თუ გინდა და საკუთარ თავთან ყოფნა თუ გინდა საუკეთესო ჩემი აზრით. ეს ახლა სიამოვნების ნაწილი უფრო თუ ბიზნესი? განსხვავება გვიჭირს ხოლმე. ხო, ორივე ერთად. ძალიან მაგარია. სიამოვნებათან ფული ძალიან მაგარია. იმიტომ რომ ისეთი საქმეა რომ მარტო ბიზნესი არის. ვერ იქნება. ზოგადად მგონია რომ რაღაცა თუ ძალიან არ მოგწონს, რასაც აკეთებ ადამიანი, რაღაცა შემოსავალიც ისეთია რა. ხო, შემოსავალს უფრო მეტად გაძლევს რა, ეს ჩადებული შენი ენერგია რა. ნუ ეგეთი საქმე ალბათ ისეთია, სადაც მარტო უფრო მეტად ციფრებთან გაქვს შეხება და არა ვთქვათ ადამიანების ცნობებთან ეხლა თუ ამოდის ისის ვან ემოციო გაინტერესებს. ემოციები გაინტერესებს. ეს არის? აი მაგე. ის მომდեմ. ვაფლენის სამიყვას, უბრალოდ ძალიან კალორიულია, მაგრამ ნუ ახლა წელიწადში ერთხელ ვაჭარაში მოდიხარ, მადლობა ჩემს საყოველთათვის. ეს არის ყველაზე დაბალკალორიული ყველი. ნუ ეს არის დაბალკალორიული. ეს არის. ამიტომ საჯაროდ უნდა მოყვეთ რა საჭმელი გიყვართ, იმიტომ რომ ყველგან რომ მიყვართ ჭას და ყვეს აგახვედებენ. ხო? ანუ ეს არის ჩვეულებრივი საუზმე, როგორც მე მივხვდი აქ. იმიტომ რომ გვითხრეს, რომ ჩვენი საუზმეო თუ თქვენ შეგვეკეთოთ და ჩვენ თქვარით თქვენ სრულად გენდობით თქო და არც წავაგეთ რომ ვენდეთ. ასია სამყაროს ნდობა უნდა გამოუცხადოთ და არ წააგებთ. ელოჟანი ვისაც უყვარ. ნუ ვაფრენ. ყველგან ერთად არის საერთოდ ორ სასწავლო. ხო, აი მაგ ყველგან ერთად უნდა ჭამო საერთოდ. მე ვგიჟდები არაჟანზე, კარაქზე, ეგეთ საჭმელს და ნუ ახლა ხოჭან მოგიდგენ კაიმაღზე რა მჭირს. კაიმაღი არის ჩემი ერთ-ერთი საჭმელი, საყვარელი საჭმელი.